ძალიან კარგი საათები ვიცინეთია, მოკლედ მე ძალიან დამაინტერესა ამ სიუჟეტმა და იმედია ტელემაყურებელსაც. ჩვენ დავბრუნდით ისე პირდაპირ ეთერში ვართ, ვაგრძელებთ გადაცემას. კიდევ ერთი კონკურსი უნდა, კონკურსის შესახებ უნდა ვისაუბროთ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და ევგენი მიქელაძის ეროვნული მუსიკალური ცენტრი ატარებს ფესტივალს ფან არტი და სწორედ აი ამ ფესტივალის შესახებ ვისაუბრებთ გადაცემის ამ ნაწილში და წავედგინოთ ჩვენი სტუმრები ხალბატონი ირინა ღოღობერიძე, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი და თეა ყიფშიძე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სპორტული და კულტურული პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა პირდაპირ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა. ორშაბათს სრულდება, როგორც ვიცით, ხო, კონკურსი. ეს არ არის კონკურსი, როგორც შესწორება შედგენ, ეს გახლავთ ფესტივალი, ძალიან დიდი განსხვავება ფესტივალსა და კონკურსის შორის, იმიტომ რომ კონკურსი თავითონ მიზნად ისახავს, რომ ვიღაცამ უნდა გაიმარჯვოს. ამ შემთხვევაში ფესტივალის მიზანი სულ სხვა არის, ფესტივალში მონაწილე ახალგაზრდები გავაცნოთ ფართო საზოგადოებას და შემდგომ ის ჩვენს მიერ აღმოჩენილი ნიჭიერი ახალგაზრდები დავაყენოთ იმ გზაზე, რომელსაც უკვე ქვია, რომელსაც მიყავს წორვალზე, ასე ვთქვათ. დიახ, მოდი დავიწყოთ თავიდან, როდის დაიწყო ეს ფესტივალი, რა მიზანს ემსახურება და რა ჟანრში? კი ბატონო, ეს ფესტივალი იმითია მნიშვნელოვანი, რომ ერთდროულად 11 დარგს მოიცავს, კულტურის 11 დარგს. ეს არ არის მხოლოდ მუსიკა, გახლავთ თეატრიც და მისი დაშტური გახლავთ ის, რომ ხალბატონი ირინა ღოღობერიძე აქ არის ლიტერატურა, მხატვრობა, ფოტოგრაფია, კლასიკური მუსიკა, კიდე ალტერნატივა, ჯაზი, ამას გარდა მოდა და ინტერიერის დიზაინი, კინოჩვენება, ანუ ყველაფერს ერთად თითოეული დღე არის თემატური ჩვენი ფესტივალის ფარგლებში. დაიწყო 24 მარტს და სრულდება 31 მარტს უკვე საზეიმო. ანუ მხოლოდ ქართველებისთვის არის ფესტივალი თუ საერთაშორისო? არა, საერთაშორისო არ არის. სიმართლე გითხრათ, ამისი ახსნაც მაქვს, სანამ ჩვენს ჯაზმენს უცხოელს შევაჯიბრებდით, აჯიბრებს ალბათ, რომ ჩვენ ჯაზმენს მაქსიმალურად დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში და იმაში, რომ ფართო საზოგადოებამ გაიცნოს და ჩვენ რაც მთავარია ხელი შევუწყოთ მას ყველანაირად, რითაც შეგვიძლია რომ შემოქმედ ადამიანებს ნამდვილად ჭირდებათ გვერდში დგომა და მხარდაჭერა. თუ არიან ჩართულები ცნობილი მუსიკოსები მაგალითად საზოგადოება თითოეულ ამ დარგს ყავს კონსულტანტი. ამ სფეროს აღიარებული წარმომადგენელი, ხალბატონი ირინა, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად არის, გახლავთ თეატრის დარგში ჩვენი კონსულტანტი. კონსულტანტები ნაკლებად გვანენ ჟიურის წევრებს, როგორც ეს კონკურსების პირობებშია, იმიტომ რომ კონკურსში ჟიურის წევრები არჩევენ, ვთქვათ, საბოლოო ჯამში ვინ იქნება გამარჯვებული. ჩვენ შემთხვევაში კონსულტანტები ჩვენ გვეხმარებიან, რომ ის დღე, რომელიც ამა თუ იმ დარგს ეხება, იყოს მაქსიმალურად კარგი და გამართული და ამას გარდა ჩვენთან ერთად არჩევენ ამ დღის მონაწილეებს. ანუ მაგალითად სიტყვაზე რო გითხრათ, შემოსული აპლიკაციებიდან ჯაზზე, როდესაც იყო 15-20 აპლიკაცია შემოსული, მათგან როგორ უნდა არჩეული იყოს საუკეთესო, რომელიც ფესტივალის ფარგლებში მოხდებოდა. ახლა ჩვენ აქ ვხედავთ იმ დარგზე უნდა ვილაპარაკოთ თეატრზე, რომელსაც რაღაცა ცოტა ორიგინალური გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ და ხალბატონმა ირინამ, რაზეც ალბათ მთლიანი იქნება ხალბატონმა ირინამ ისაუბროს. ვისაუბრებ სიამოვნებით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ დღეს 27 მარტს საერთაშორისო დღე. ამიტომ აი თქვენი ეთერითაც მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს თეატრს. ჩვენ თუ ერთდებით. უნდა შემომიერთდეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან ერთგული მსახურნი არიან ხელოვნების, თეატრის ხელოვნების და ზოგადად ხელოვნების. და ეს არის დღე, როდესაც მთელი მსოფლიო აი მართლა ერთსულოვანია იმ თვალსაზრისით, რომ აუცილებლად ერთიანდება აი ამ დღის აღსანიშნავად. იმართება იხსნება ფესტივალები, გამოფენები, გადაეცემათ ჯილდოები ცნობილ მსახიობებს თუ ახალგაზრდებს. ყველა სპექტაკლის წინ მსოფლიოს ყველა თეატრში კითხულობენ მიმართვას სრულიად მსოფლიო თეატრისადმი, რომელსაც ყოველწლიურად წერს პიროვნება, რომელსაც თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი და საერთაშორისო თეატრალური საზოგადოება ერჩევს და რომელიც არის ძალიან გამორჩეული. აი წელს ასეთი გახდათ სამხრეთ აფრიკელი ბრედლი, რომელმაც იცით აი
ძალიან პატარა არის ეს არის ხოლმე სულ ერთ ფურცლიანი ერთ ფურცელზე ეტევა ეს მაგრამ თითოეული მათგანი ირჩევს რაღაც კონკრეტულ ხასს რომ მიმართოს და წლევანდელი აი ბრედლის მიმართვა იმით არის საინტერესო რომ ის არის სავსე სიყვარულით და სიკეთით და იმ აზრით რომ არაფრის კეთება და მით უმეტეს თეატრის კეთება არ შეიძლება და შეუძლებელია სიყვარულის გარეშე და თავდადების გარეშე. აი მე ძალიან მიხარია რომ ჩვენ გვინდოდა დღეს გაგვეკეთებია თეატრის დღე, მაგრამ ვინაიდან დღეს ბათუმში არის შეკრებილი ქართული თეატრალური საზოგადოება და იქ გადაეცემათ ჯილდოები თეატრალური კავშირის მიერ დაწესებული ალბათ იცით, ну ამდენად აი ამ გამოფენამ უკაცრავად დღემ უფრო ზუსტად აი ამ ღონისძიებამ რომელიც ძალიან საინტერესოა მე აქვე დავძენ რამდენიმეს დავესწარი და ეს მართლა ძალიან საინტერესო იყო განსაკუთრებით ჩემთვის საინტერესო იყო აი მუსიკალურ დარგში რამდენიმე სრულად ახალი სახის და ახალგაზრდა კომპოზიტორის აღმოჩენა რომელსაც ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ კარგი მომავალი ექნება და მიხედავენ რადგან დაიწყეს და აი ხვალ თეატრის დღეა. ხვალ გავაკეთებთ, შევეცდებით იმას, რომ რაღაცნაირად თეატრალური იყოს ხვალინდელი საღამო. თანაც ამას დაემთხვა ის ფაქტიც, რომ წელს არის გავამხილოთ. რა თქმა უნდა. წელს არა ეს გასამხილი არ არის, იმიტომ ეს ყველა მიცის. წელს Shakespeare's, William Shakespeare's. მე მგონი არ საჭიროებს არანაირ კომენტარს, არა. თავად სახელი არის თეატრი, მე ვფიქრობ. შეუსრულდა 450 წელი. UNESCO-ს მიერ ეს წელი არის გამოცხადებული Shakespeare-ის დიახ წელი, როგორც Shakespeare-ის წელი და აქედან გამომდინარე ბუნებრივია მსხვილის რეპერტუარი თეატრების ავსია რაღაც იმატებენ Shakespeare-ს ჩვენ სცენას არ აკლია Shakespeare-ი ნამდვილად არც ძველ თეატრს არც ახალს და აქედან გამომდინარე აი გადავწყვიტეთ რომ რაღაც Shakespeare-ს მიუძღვნათ ეს საერთაშორისო დღე. იქნება გამოფენა უნდა ითქვას რომ თეატრები საკმაოდ თითქმის ყველა თეატრი ჩართულია შოთა რუსთაველის დრამატული თეატრი კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი ვასილ აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრი მიხეილ თუმაშვილის კინომსახიობთა თეატრი ეს თეატრები ხვალინდელი დღისთვის გამოგვცემენ მართლაც უნიკალურ ექსპონატებს გამოსაფენად თქვენ ხვალ თუ მოგზანდებით ჩვენთან შეგიძლიათ ნახოთ მაგალითად 1927 წელს შექმნილი კოსტიუმი რომელიც ეცვა აკაკი ხოვრავას ოტელოს კოსტიუმი ასეთი მართლა უნიკალური გამოფენა გვექნება რომელსაც მთლიანობაში ვუძღვნით შექსპირს ბუნებრივია რაც შეეხება მონაწილეებს ალბათ ესეც უნდა აუცილებლად უნდა ვთქვათ რომ უნდა ითქვას ეს რომ თეატრი არ იყო წელს აქტიური ნამდვილად აი ამ ფესტივალთან ფანართთან დაკავშირებით ფრთილია ქართული თეატრი იცით რაღაცნაირად სიახლეს შეიძლება ნაკლებად უფრო რთულად იღებს ან ეჩვევა ნელ-ნელა მე მეც გეტყვით 2005 წელს პირველად რუსთაველის თეატრში აღნიშნეთ თეატრის საერთაშორისო დღე. ეს იყო პირველი. და წავიკითხეთ ეს მიმართვა და ასე შემდეგ და უნდა გითხრათ რომ ორგანიზატორებს მათ შორის მეც ვიყავი. საკმაოდ სერიოზული კრიტიკის ქარცეცხლი დაგვატყდა თავს. რა გვინდა კიდევ ერთი საერთაშორისო დღე, ჩვენ გვაქვს ქართული თეატრის დღე და აი დღეს ეს თარიღი აღნიშნება ყველა თეატრში, ხომ? ამდენად, ნუ გაიტეხთ გულს და მეც არ გავიტეხ გულს, ფანართთან დაკავშირებით, ნამდვილად უფრო მეტი ეყოლება გაისად იმის იქეთ და წარმატებას ვისურვებ უდაოდ. აპლიკაციები უნდა შემოსულიყო, თუმცა ქაბატონი ელინა გვაფრთხილებდა, რომ თეატრალები, მოწადინებულები მაინც არ აიტაცებდნენ ამ იდეას.
და საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ, რომ ხო ძალიან საინტერესო პერფორმანსი გვექნება, რომელსაც ηλიონის სად გაიმართება, თუ შეუძლია ηλიონის თეატრის სტუდენტები წარმოადგენენ ამ ფესტივალს, ანუ ახალგაზრდები, იმართება ვაჟა-ფშაველა 76-B, ეს არის ჩვენი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მისამართი, საღამოს 8-ზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აბსოლუტურად ყველა ჩვენი ღონისძიება არის უფასო, ანუ დასწრება უფასოა. ნებისმიერ სურვილს ველოდებით, რომ ეს უნიკალური შანსი ალბათ არ გაუშვან ხელიდან და მოვიდნენ და ნახონ რა საგანძური და სიმდიდრე არის ჩვენს თეატრებში. და მოისმინონ შექსპირის სონეტები. რეგიონალური კუთხითაც თუ არიან ჩართულნი? რა თქმა უნდა, მთლიანად ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით გავმართეთ, უკვე ყავდა რეგიონის წარმომადგენლები, ფესტივალის მონაწილეები და ძალიან სასიხარულოა ეს, იმიტომ რომ არ რჩება მარტო ერთი კონკრეტული ქალაქის ამარა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში იმართება, მთელ საქართველოს მოიცავს. ალბათ გაინტერესებს თქვათ, როგორ მივაწვდინეთ ხმა, აქ იყვნენ ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იყო ჩართული, მათთან მქონდა უშუალო ურთიერთობა, ვუგზავნით საინფორმაციო სახის ელექტრონულ პოსტით გავაგზავნეთ, ამას გარდა სოციალური ქსელი, ინტერნეტ საშუალებით მაქსიმალურად გავავრცელეთ ინფორმაცია. სასწავლებლებში უშუალოდ აფიშების სახით, ანუ წინა სამუშაოები ჩავატარეთ ყველაფერი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გაეგო ინფორმაცია ამ ფესტივალის შესახებ. ხელი შეგვიწყო იმენებს, რომ ეს ფესტივალი უკვე მეორედ იმართება წელს და აქედან გამომდინარე რაღაც თავისი ისტორია ჰქონდა და ასე ვთქვათ, თავისი მაყურებელი და დამთვალიერებელი, ასე ვთქვათ, უკვე და გულშემატკივარიც უკვე ყავს. თუმცა ახლებით იქნება რა თქმა უნდა, კიდევ დასრულებამდე, ხო? ჩვენ წარმატებები. დიდი მადლობა. ძალიან ბევრი ახალი სახის აღმოჩენა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხელოვანს აძლევს საშუალებას, რომ ყავდეს პუბლიკა. განსაკუთრებით დამწყებს, რომელიც არ აქვს საშუალება. 31 მარტს გვაქვს დახურვის საზეიმო ცერემონია, მამამდე დღესაც ხალხთან 31-ის ჩათვლით ყოველ საღამოს 8 საათზე გელოდებით ყველა. ტრანსპორტის მთავარი დასწრება თავისუფალია და ესეც დიდი პლუსია, იმიტომ რომ ვისაც აქვს სურვილი, ხშირად ვერ ახერხებს სწორედ ამის გამო მისვლას, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, სტუდენტობა და სასიხარულოა ეს ფაქტიც. დაგემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. დიდი მადლობა. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას და ახალი. დღევანდელი შუადღის ბოლოს სტუმრებთან ერთად დაბრუნდებით, თუმცა მანამდე ძალიან გემრიელი, ყველაზე გემრიელი და შუადღის როგორ ამბობ ხოლმე ირაკლის შუადღის მთავარი მზარეული. მთავარი მზარეული თეკოცხიტიშვილი, მოკლედ ახლა მოგვიმზადოთ. სამარხო ძალიან გემრიელ კერძს, ასე რომ უყუროთ და ნახოთ თუ რა კერძი არის საუბარი.